ჩინელი მშენებლები თითქოს ერთობიან ლეგოს თამაშით. მათი აშენების სტილი და დრო ნამდვილად გავს ამ ბავშვობის მოგონებას. ჩინელი მშენებლების შრომის მოყვარეობა უკვე დიდი ხანია ცნობილია. აზიელები ახდენენ მოხერხებულობის დემონსტრირებას სამშენებლო მოედანზე და რეკორდულ ვადებში აშენებენ შთამბეჭდავ ნაგებობებს. ამჯერად ჩვენ გთავაზობთ ვიდეოს ნახვა, სადაც აჩქარებულ რეჟიმში ნაჩვენებია 57 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა. 57 სართულიანი შენობა მოიცავს 180,000 კვადრატული მეტრის საერთო ფართის მქონე ოთახებს. ცათამბჯენი შექმნილია განსაკუთრებული ბლოკებისგან, თითქოს ლეგოს კონსტრუქტორის ნაწილებისგან, რომლის წყალობითაც მშენებლობის სიჩქარე რამდენჯერმე გაიზარდა. ერთი დღის მანძილზე ბრიგადა აშენებდა შენობის 3 სართულს. სრულად კი მშენებლობა მოიცვა 19 დღე. შედეგად ჩვენ მივიღეთ შენობა 800 კომფორტული ბინითა და საოფისე ფართით 4000 მუშაკისთვის. მაგრამ ეს რეკორდიც არ წარმოადგენს ზღვარს ჩინელი მშენებლებისთვის. როგორც ჩანს, ისინი აგრძელებენ თავისი უნარების სრულყოფას და მშენებლობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. მშენებლობის განსაკუთრებულმა მოდულურმა სქემამ სამშენებლო კომპანიას მისცა დაახლოებით 15,000 სატვირთო მანქანა ცემენტის ეკონომიის შესაძლებლობა. ეს ხომ ამცირებს ატმოსფეროში ცემენტის მტვრის რაოდენობას. როგორც იცით, ჩინეთში ახლა ეკოლოგიის მხრივ სავალალო მდგომარეობაა. ასეთ მშენებლობას ორმაგი სარგებლობა მოაქვს, სწრაფი და ეკოლოგიურად უსაფრთხო.